ყველა მთავარი შეხვედრით მოლოდინშია. ამას გამეორება არ სჭირდება, სწორედ ამ შეხვედრას ელოდებოდნენ კარგი ხნის განმავლობაში გიორგი კანდელაკის გულშემატკივრები და კრივის მოყვარულები, ქართული კრივის მოყვარულები. კიდევ ერთხელ იმის შესახებ, რომ მისი მეტოქე ახლავთ რიჩარდ შტაიგერი. მოგრივე, რომელიც დაიბადა გერმანიაში და გაიზარდა რუსეთში და სწორედ რუსეთის სახელით გამოდის. მაშასე პირველი რაუნდი ჩემს გვერდით იპოვება საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ზურაბ გიგნაველიძე, რომელიც არაერთხელ დასწრებია გიორგი კანდელაკის შეხვედრას უშუალოდ და ძალიან კარგად იცის ყველა ნიუანსი, რაც ამ შეხვედრას წაადგება ხოლმე. რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობა ჩვენს რეპორტაჟში თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს. მე თავიდანვე გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აქ სპორტის სასახლეში საქართველოში ტარდება ორთა ბრძოლა კრივში, რომელიც 12 რაუნდს გრძელდება. თუ რა თქმა უნდა, ვადამდე არ დამთავრდა შეხვედრა. დიახ, პირველი შემთხვევა. თქვენ გახსოვთ, რომ გიორგი კანდელაკმა ჩაატარა აქ სპორტის სასახლეში, ბათუმში, საქართველოში, სხვადასხვა ქალაქში შეხვედრები, მაგრამ პირველი შეხვედრა მიმდინარეობდა 6 რაუნდს და გაგრძელებული იყო 6 რაუნდს, მეორე 8 და ასე რომ დღეს პირველად ვიქნებით მოწმე, თუ კანდელაკმა მისცა საშუალება მეტოქეს, ან მეტოქემ კანდელაკს, რომ ბოლომდე იბრძოლოს, პირველად ვიქნებით მოწმე 12 რაუნდისა. რაც შეეხება თავად მეტოქეებს, თქვენ ალბათ ხედავთ, რომ კანდელაკის მეტოქე სიმაღლეში ცოტა დაბალია, 5 სანტიმეტრი დაბალია ვიდრე გიორგი. ხოლო წონაში ისინი თითქმის ერთნაირებია, 112 კილოგრამია, თუ არ ვწდები. გიორგი და ასევე 112 კილოგრამს იწონის მისი მეტოქე. გიორგის ყველას კარგად ახსოვს გიორგის ლენინგრადელ სანქტ-პეტერბურგენ უბრალოდ მოგრივე ვასილევთან მოგებული მატჩი, მაშინ მან მოიპოვა ამ ვერსიის მსოფლიო ჩემპიონის წოდება და სხვადასხვა 5 ოქტომბერს იყო დანიშნული მატჩ რევანში, რომელიც ვასილევმა მოითხოვა და ჰქონდა ამის უფლება და უნდა ჩატარებულიყო აქ სპორტის სასახლეში, მაგრამ იმის გამო რომ ვასილევმა ხელის ტრავმა ვერ გეტყვით მოიმიზეზა თუ მართლა მოუვიდა, უარი განაცხადა და ამიტომ ცოტა გადაიწია ამ ბრძოლის ჩატარების ვადა. იგივე სანქტ-პეტერბურგიდან არის რიჩარდ შტაიგერი, იგი არ არის ეროვნებით რუსი რა თქმა უნდა, მაგრამ ცხოვრობს რუსეთში, ვარჯიშობს რუსეთში. ჩატარებული აქვს 23 ბრძოლა და აქედან 14 აქვს მოგებული. ისე რომ ას თუ ისე შეიძლება რომ 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული, ხო? 16-ია? ის 23, 7 როგორც ვიცი დამხანაგური რომელიც არ შეიძლება და ამიტომ შევიდა. მე მთლიანობაში ვთქვი. 16 ბრძოლა აქვს პროფესიონალურ რიგზე და ოფიციალურად. ჩანს მე ცოტა მეტი ყველა ბრძოლები ჩავთვალე. ხო, ის რომელიც არ შედის. გასაგებია. ხო, ასე რომ ხელწამოსაგრავი მოკრივე ნამდვილად არ არის, აი ეს თვითონ ბრძოლის მიმდინარეობას მეტყველებს ამაზე და გიორგი უკვე ჩვენ ნახევარია ინტენსიურად ემზადებოდა ამ მატჩისათვის. ლაქოიზის უნდა აღნიშნოთ, რომ გიორგის ვასილევთან ბრძოლის დროს თვალი დაუზიანდა და იგი სამკურნალოდ იმყოფებოდა გერმანიაში, დასამალი არ არის. იმკურნალა ნაწილობრივ ჩაიტარა ეს მკურნალობა, მაგრამ მაინც ახლა როგორც ჩანს უხილდება რომ კიდევ ერთხელ არ გამეორდეს ეს დრო. ზურაბ ჩვენ იცით თქვა რომ სათუო იყო ეს შეხვედრა, სწორედ ამ თვალის გამო. იმიტომ რომ ოპერაციის შემდეგ არავინ არ მისცა გარანტია იმისა რომ შეიძლებოდა ასეთი ღია ბრძოლის ჩატარება. არა და როდესაც მოგრივე მოიპოვებს აი ამ ვერსიით, არა მარტო ამ ვერსიით, საერთოდ მსოფლიოს ჩემპიონის სახელს და მიიღებს ამ კამარს, მან 1 წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა ჩაატაროს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ იგი კარგავს ამ უფლებას, ამ ტიტულს და უკვე გადაეცემა არა ვინმეს, არამედ გაიმართება ბრძოლა აი ამ კამრისათვის. ასე რომ ფაქტიურად გიორგი კანდელაკი იძულებულია აი ეს შეხვედრა ჩაატაროს. მას მეტოქე როგორც ვიცით მისმა მენეჯერებმა შეურჩიეს და საკმაოდ ძლიერი მეტოქე როგორც გადმოგწეს. გიორგიმ ახლა უნდა მოუმატოს ტემპს. მე ვიცი გიორგის ბრძოლის ჟირი და სტილი და ამიტომ ახლა იცით ურჩევს მომენტს მოწინააღმდეგეს როდის შეიძლება განავითაროს ესეთი
სუძლიერი ბრძოლის გაგრძელება. და ამიტომ ცოტა ვთხრობს, რომ ამასობაში დარტყმა არ გაატაროს და უპირატესობა არ ხდეს მის მოწინააღმდეგეს. ერთი შეხედვით პატრონჯავლეთ დისტაბილიზება რჩება, რომ გიორგი თითქოს პასიურობს. მაგრამ ეს ის პასიურობა არ არის, რომელსაც მაყურებელი ზედაპირული ხედვით ხედავს. გიორგის ბრძოლის ტაქტიკაა ისიც, აი ნახეთ ეხლაც ისეთი ზურა ვიცით ძალიან განსხვავებული ტაქტიკა. ჩვენ რაც ვნახეთ აქ სპორტ სასახლეში ჩატარებულ და ასევე ბათუმში ჩატარებულ ორთა ბრძოლებში, ჩვენ გვახსოვს, რომ პირველივე რაუნდში მოაღწია მედოზე. ან მეორე რაუნდში არ გაუშვია ორი რაუნდის იქი. ჩვენ ისიც გვახსოვს, როგორ გააძვლინა ბაგირებ შორტს ამერიკელი სიმეწონოსანი პროფესიონალი. როგორ დაჩაგრა ბათუმში თავისი კალათბურთის სიმაღლისა და წონის გაცილებით მეტი წონის მქონე ასევე ამერიკელი პროფესიონალი. და აი ასეთი ტაქტიკა ბრძოლისა დასაწყისში კონცენტრაციაში საქართველოში ჩატარებული შედარებით. სულ თვარწები 5 შეხვედრა ჩატარებული ბათუმსა და საქართველოში. განდელაკს და 5-ვე ნოკაუტით აქვს მოგებული. სხვათა შორის 5-ვე შეხვედრას ჯიდა ის რეფერი, რომელიც დღეს რინგზია და მან თქვა კიდე 4 შეხვედრა აქვს ფრანკს ჩატარებული ნამსაჯი უпростоრად. მე გიორგის მოდარაჯეა. ვისენებდა. აი უკვე იქნება ნელა გიორგის ოპერაციაში. გიორგი როგორც ცხოვრებაში, ისე რიგზეც ჯენტლმენია და თან როგორც მოკრივე ლამაზი კრივია, ლამაზად შობობს. თან კარგი შესახედარია. ანუ ახლა მაგაზე კომენტარი არ და ბოლო ორი წლის განმავლობაში ცოტა მოიმატა, რომ ისე არა თუ მოკრივეს, არა კალათბურთელს გიხდა. და აღნიშნოთ ისიც, რომ აი მართლა განსხვავდება ეს შეხვედრა სხვა შეხვედრებისგან. განსხვავდება ტაქტიკით, რომელიც შესთავაზა მეზოგეს განდელაკს. მარაზროს ესეთი პასიური მოძრაობა მას არ ქონია, თუმცა ალბათ ჩვენ არ ვიცით ახლა რა ხდება მასში თვითონ თუ რა გეგმები აქვს მას, მით უმეტეს რომ აქ საქმეში შეერია მისი ავადმყოფობა, თვალის ავადმყოფობა, იგი უფრთხილდება თითოეულ დარტყმას, არ აქვს უფლება აი ამ ნათქენ თვალზე და ნაოპერაციელ თვალზე მიიღოს დარტყმა და არც იმის უფლება ჰქონდა რომ არ ჩაეტარებინა შეხვედრა, რადგან რჩებოდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე. იმ ტიტულის გარეშე, რომელსაც მთელი ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ელოდა. დიახ, გიორგი განდელაკი შეიძლება ითქვას ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ხავს, რადგან პროფესიონალებში აბა ვინც არ მოიდგენდა ოდესმე მართალია ეს არ არის ის ყველაზე მთავარი ვერსიის ჩემპიონის ტიტული, მაგრამ მაინც ოდესმე თუ ვინმე წარმოიდგენდა 20-30 წლის წინ ჩვენ პროფესიონალებში მძიმე ზონაში გვეყოლებოდა ჩემპიონი, რომელსაც დღემდე შეხვედრა არც აუგია და იმედია რომ დღესაც, როდესაც 12,000-ზე მეტი გულშემატკივარი ადევს ბალკურს, აი ასეთი რეალურია სპორტის სასახლეში, ასეთი კომაგობა და ასეთი კარგი სპორტული სიტუაცია, რომ იგი გაახარეთ თავის გულშემატკივრს. იმისა, რომ კიდე გაუწევს იმ ავადმყოფობას, რომელიც რა თქმა უნდა აქედან არ იგრძნობა და ჩვენ ვერც ვატყობთ, ვერც ტელემაყურებლები შეატყობენ, მაგრამ ეს ამას თვითონ კარგად გძრავს. იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პროფესიონალური კრივი ახალ ფეხბურთელია საქართველოში ფაქტიურად. გიორგი იყო პირველი მერცხალი ამ პროფესიონალურ კრივში, რომელიც გავიდა საერთაშორისო არენაზე და ახლა უკვე მერე აიყოლია უკვე სხვა თორტიგადიანი, შალვა ფალიანი, კობა გოგოლაძე, სხვათა შორის კობა გოგოლაძემ სულ ახლახანს პროფესიონალ ლიგაში ამერიკის ჩემპიონის წოდება მოიპოვა და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აი ეს უკვე პირველი ნოკდაუნი
საჩვენ მიჩვეული. აი ზუსტად როდესაც მეტოქეს არ აძლევს საშუალებას გამოფხიზლების. როგორ ჩანს მეტოქემ გააბრაზა კანდელაკი. როგორც გითხარი ელოდა და ზუსტად დაიჭირა ის მომენტები რამაც მაჩასე მეგობრებო კიდევ ერთხელ რჩება საქართველოში მსოფლიო ჩემპიონის კამარი და მსოფლიო ჩემპიონის სახელის მფლობელი გიორგი კანდელაკი, თუმცა კანდელაკი სულ საქართველოში იგრება როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ადამიანი რომელმაც ჩინებული სკოლა, მთელი კომპლექსი აჩუქა საქართველოს